დღეს საქართველოს პრემიერმა და სოკარის პრეზიდენტმა ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთო კომპანიის წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და როვგან აბდულაევმა 4 სართულიანი შენობა დაათვალიერეს. მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. ოფისს აქვს აუზი, ფიტნეს კლუბი და სხვა გამაჯანსაღებელი სივრცეები. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ჩვენთვის სოკარი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპანია, მნიშვნელოვანი ინვესტორი და გეტყვით რომ ჩვენთვის აზერბაიჯანი არის სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მეგობარი სახელმწიფო და ჩვენ ყოველთვის რა თქმა უნდა მივესალმებით აზერბაიჯანის კომპანიების ინვესტიციებს საქართველოში. აჭარა დიდი ტემპებით ვითარდება. აქ ბიზნესის წამოწყება და გაფართოება კომპანია სოკარის გეგმებში შედიოდა. ამ ეტაპზე სოკარ გაზი ჯორჯია აქტიურად ახორციელებს აბონენტების გაზიფიკაციას რეგიონებში.